რა მინდა გითხრათ, ჩემო საყვარლო მეგობრებო. ჯერჯერობით ხარ მყოფები რომში და მას შეყვარებული რამდენჯერ ვერ ნამყოფი, მაგრამ გასტროლებზე და ესეთი ემოციით ნამდვილად არ შემიგზნია ამ ქალაქის რაღაცა უკიდეგანო ისტორიული სილამაზე და საერთოდ რაღაცა ჯადოსნური ატმოსფერო, რომელიც ძალიან ჩემია. ხო და რატო ვწერ ამ პოდკასტს რომიდან, იმიტომ რომ გუშინ საღამოს შემხვდა და გავიცანი ლუსია, ეგეთი ქალი, არაჩვეულებრივი, უბრალოდ აღფრთოვანებული დავრჩი ამ ქალიდან, იმიტომ რომ ამ ქალისაგან, იმიტომ რომ ესე იგი ქალი არის 68 წლის მე მგონი და მომიყვა თავისი ცხოვრების ისტორია, თავისი უდიდესი სიყვარულის, განცდის და ბოლოს ძალიან ბევრი ლაპარაკის მერე ხა რატო ვყვები ამას. მივედი იცით რა დასკვნამდე და ადრეც ვფიქრობდი ამას, მაგრამ ხალხნო, ქალებო, მეგობრებო, გოგოებო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის და კაცის ურთიერთობაში, ქალის სულიერ მდგომარეობას. ტყუილად ხო არ არის ბიბლიური ისტორია, როგორც იწყება, რომ აღმერთმაო ქალიო შექმნაო, ადამისგანო ამოიღო, კაცისგანო ამოიღო ნეკნიო და იმ ნეკნისგან გააკეთა ქალი. ესე იგი, ეს რას ნიშნავს? კაცი როგორ ქალთანაც დაიჭერს ურთიერთობას, პრაქტიკულად ისეთი გახდება, იმიტომ რომ ეს ნეკნი უბრუნდება იმ კაცს თავის სხეულში და ის ნეკნი თუ არის რაღაცა ისეთი განუვითარებელი, მრუდე, უტვინო, კაცის ცხოვრებაც ინგრევა რა და ქალი აუცილებლად, აი ხო არის კაცი მამოძრავებელი ღერძი სამყაროს, მაგრამ ქალი შემქმნელი და დედობის და ამ ცხოვრების განვითარების მიღმა არის უდიდესი ფუნქციით დაჯილდოებული და ეს ფუნქცია წარმოადგენს კაცის სწორ გზაზე დაყენებაში, კაცის ბედნიერებაში, იმიტომ რომ ქალი რომელიც არის სულიერად დატვირთული, ქალი რომელიც არის აი შინაგანად განვითარებული, ის აუცილებლად თავის მეუღლეს, საყვარელს, მეგობარს, შვილს, კაცს, ხო, დააყენებს აბსოლუტურად სწორ გზაზე. რატო? იმიტომ რომ ის კაცი გახდება ავტომატურ რეჟიმში ბედნიერი. ესე იგი, იცით რა არის? ეს მომენტი ხდება უნებლიეთ თავის დაუნებურად, იმიტომ რომ ქალს მოაქვს ის სპექტრი ენერგეტიკული განვითარების, ის სპექტრი რაღაცა სითბოსი და წინსწრაფვის და რაღაც მომავალი სამყაროს შექმნის და კარგად ყოფნის, რომლის დატვირთვა აქვს მარტო ქალს და არანაირ სხვა ობიექტს ამ დედამიწაზე და როდესაც სწორ კონტაქტში მოდის აი ამ ქალის ტვინი, სული, ემოცია განვითარებასთან, ის აუცილებელ რეჟიმში გადასცემს ამ თავის სულიერ ნაწილს კაცს, უზიარებს და ის კაცი ამით ბედნიერი ხდება. აქედან გამომდინარე, მე ძალიან ხშირად გვიკვირს ხოლმე ის არ დაფიქრებულ ხარ თუ თქვიათ ხოლმე, რომ ვაიმეო, ისო ნახეო შეხედე გეხვეწები რა რას გავს ის ქალი და როგორ უყვარს ამ კაცს, რომ რადო და რამდენი ლამაზი და ბიჭო, იმიტომ ეს ლამაზი შეიძლება იყო, მაგრამ უტვინო ლამაზი დიდი დოზით სახმარი ობიექტი არ არის და ესე იხმარ და გადააგდებ რა. იმიტომ რომ არავერაფრის მომცემი არ არის და ხა ლამაზი თოჯინა დასვი და უყურე, ხო და ქალი ჭკვიანი, ქალი შინაგანად დატვირთული, ქალი სიკეთით სავსე, ეს არის ის ობიექტი, რომელიც მთელი ცხოვრება გეყვარება რა. აქედან გამომდინარე, რა მინდა ყველას გისურვოთ, ეცადეთ, რომ ეს მე როგორც მიხაილ აიტანის მოწაფე ისეთი კაბალისტური ესეთი ჰაიკუ არის და ძალიან საინტერესო თუ არა ხარ კეთილი, თუ შინაგანად ბოროტი ხარ, რაღაც მომენტებში შურიანიც რაღაცა მაინც ითამაშები თუ ხარ კეთილი და მე ამ თამაში გახდები კეთილიო რა. მე ამ თამაშს დაიჯერებ და ეს თამაში შენ შექმნის უფრო უკეთეს ადამიანად. ესე იგი, აი ამ სიკეთეს ძალიან თუ გინდა მოკლედ კონკრეტულად, აი მოკლედ აგიხსნათ, თუ გინდა რომ კაცს უყვარდე ძალიან მაგრა და თუ გინდა რომ ის კაცი მთელი ცხოვრება შენით იყოს აღფრთოვანებული და შენთვის ცხოვრობდეს და რაღაცას გიზიარებდეს კარგს, ყოველთვის იცოდე რომ შენ უნდა იყო მატარებელი სიკეთის. პირველ რიგში ქალი უნდა იყოს სიკეთის მატარებელი, იმიტომ რომ ეს სიკეთე არის გადამდები. ეს სიკეთე არის ის ენერგია, რომელიც აი უბრალოდ გაინფიცირებს ბედნიერებით. ეს სიკეთე არის ის ენერგეტიკის საწყისი წყარო,
რომელსაც მისდევს ყველა კაცი, რომლის სურვილიც აქვს ყველა ადამიანს, რომ მოვიდეს და შენ თუ ამ სიკეთის მატარებელი ხარ, თავის დაუნებურად შენსკენ მოდის ადამიანი და უნდა ამ შენი ენერგიის გაზიარება თავისთვის პირველ რიგში. ამიტომ ჩემო საყვარელო მეგობრებო, ქალებო, გოგოებო, ვეცადოთ რომ ვიყოთ დიდბუნებოვანი. აი რა არის დედოფალი, ხო რა არის დედოფლის ქარიზმა, ხო? დედოფალი ბოროტი რაღაც მოჭუჭყნული twin-ის და ის არ არის დედოფალი. დედოფალი არის სიკეთე, დედოფალი არის ძალა ამ სიკეთიდან გამომდინარე. ამიტომ მაქსიმალურად ვიყოთ უნდა კეთილი ენერგიით დატვირთული რა. ამ სიკეთეს ძალიან დიდი ბედნიერება მოაქვს არა მარტო ჩვენთვის საერთოდ ჩვენი დედამიწისთვის და ჩვენი არსებობისთვის. აი ესეთი მოკლე რაღაც ამბავი მინდოდა ჩამეწერა თქვენთვის. და რა ვიცი, აბა ნუცარტ პოდკასტი რომიდან მოусმინეთ, იყავით ჩემთან, გახდით ჩემი ფოლოვერები და ვიყოთ ერთად რაღაც ლამაზ საინტერესო ინფორმაციებში და ამბებში, რაც მთავარია. ყველას გისურვებთ დიდ და ლამაზ სიყვარულს. აი მოიცადეთ ახლა ესეთ სასტუმროში ვზივარ, როგორი რომის ნახეთ ხელ ანამანიანმა თქვა რომ არ შემილიაო ჩავალო ეხლა მეო ნიუ-იორკშიო და ქვემოდან ზემოთ უნდა ციხესავით ავწიო ფანჯრებიო და არ ჩემი ფანჯრების რომში რომ გააღებ და გამოიხედავ არაფრის ფასი არ არისო რა ესე მიყვარსო ჩემი იტალიაო მოკლედ აბა ბედნიერი დღე ყველას